ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოება ბილიკმა და ორგანიზაცია Welfare Foundation-მა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA-სა და Oxfam დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში პროექტის სახელწოდებით ჩვენი უფლებები, ჩვენი ხმა კონფერენცია ჩატარდა. საუბარი ეხებოდა ბავშვთა უფლებების დაცვას. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA-სა და ასევე Oxfam დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის პროექტის სახელწოდებაა ჩვენი უფლებები, ჩვენი ხმა. ამ პროექტის ფარგლებში ყურადღება ექცევა ბავშვთა უფლებების, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვას. პროექტის დაგეგმილია სხვადასხვა სახის საქმიანობები, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა სახის ტრეინინგებს, კონფერენციებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას ჯანდაცვასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღევანდელ დღეს ჩვენ ვატარებთ კონფერენციას, რომელშიც მთლიანად მომზადებული არის ბავშვების მიერ. ბავშვები წარმოადგენენ ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის თემებზე მომზადებულ თავიანთ ნაშრომებს. მოხდება საუკეთესო პრეზენტაციების დაჯილდოება. კონფერენციაზე მოეწყო თემების პრეზენტაციაც, სადაც განხილული იყო თუ როგორ იცავენ საქართველოში ბავშვთა უფლებებს. დღეს აქ მოეწყო კონფერენცია, სადაც განიხილება თემები და გამოვლინდება საუკეთესო ბავშვი. მათ წარმოადგინეს თემები იმის შესახებ, თუ როგორ იცავენ საქართველოში დღეს ბავშვთა უფლებებს, რა ხდება მათ საკუთარ ოჯახებში და როგორია დღესდღეობით მდგომარეობა საქართველოში. 2 ივნისია დღეს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ მე თემა არ მაქვს წარსადგენი, მაინც ძალიან დიდი სიამოვნებით ვისმენთ პრეზენტაციებს ბავშვთა უფლებების შესახებ და ბავშვთა საერთაშორისო დღის შესახებ. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი სახალხო დამცველის ოფისის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და 6 საუკეთესო თემის ავტორს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.